რას ფიქრობთ, რამდენ შეადგენს დღიური საარსებო მინიმუმი და პირადად თქვენ რამდენს ხარჯავთ მხოლოდ საკვებზე ერთი დღის განმავლობაში? პირადად მხოლოდ საკვებზე ერთი დღის განმავლობაში, მაგალითად, ბილით სახლში ვსაუზმობ და საღამოთისგან დანარჩენი დღის განმავლობაში გადათრომ არ უნივერსიტეტში რაღაცა 5 ლარი მყოფნის. საარსებო მინიმუმი, რაც ჩვენი პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას არის აბსოლუტურად სადაცილო და შეუძლია გამოცადონ ექსპერიმენტის სახით, რომ ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრონ დღეში ლარი და 80-ით. ჩემთვის ლარი და 80 არის მინიმუმ გადაადგილების საშუალება და ალბათ ღირული მინიმუმი დაახლოებით 10-15 ლარამდე მაინც უნდა აღწევდეს. საარსებო მინიმუმი ალბათ 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სადღაც ალბათ 5-15-მდე უნდა მერყეობდეს ესეც კიდე იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ქვეყანაში ვარ. აი, პირადად მე 20-30 ლარი ნამდვილად მინდა დღეში. ნამდვილად. 30 ლარი მქონდეს, ხო, რაღაცებით დავკმაყოფილებოდი. ჩვენ ახლა სტუდენტები ვართ და ცოტა გაჭირვებულად ხარჯავთ დაახლოებით 5 ლარი. თუ ძალიან გაიჭიროს 3 ლარშიც ვეტევით ხოლმე. გააჩნია ჩვენთან ცოტა იაფია საკვები და ამიტომ მაგრამ ვფიქრობ რომ უფრო მეტია საჭირო. და ნორმალურად რო იყვებო ადამიანმა მე მგონი რომ საარსებო მინიმუმი ერთ სულზე ალბათ უნდა იყოს 15 ლარი. საკვებზე სადღაც ალბათ 1-30 ლარს. ანუ 10 ლარს ხარჯავ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. ეს არ ვერაფერს ვერ ავხარჯავ, იმიტომ რომ არ ამყოფნია არაფერში. მე პენსიონერი კაცი ვარ და საერთოდ არ ამყოფნია ეს პენსია არაფერი. დღევანდელი იჯერი ესე იგი საარსებო მინიმუმზე მინიმუმ 350 ლარი მაინც. ერთი ადამიანის 20 ლარი 30 მეტი არა. პირადად თქვენ რამდენს ხარჯავთ? მე 5 ლარს ხარჯავ ერთ დღეში მაგალითად. თვიური არის 250 ლარამდე მე მეხარჯება. მარტო ერთი ადამიანი. საარსებო მინიმუმში არის ძალიან დაბალი. 160 ლარია. 160 ლარი ისეთი მყიდველობის უნარია დღეს რომ უნარიანობა აქვს დღეს რომ მაშინ აი 5 ლარი ერთ პენსიონერს 5 ლარი დღეში მინიმუმი უნდა. ჩემნაირი ოჯახი არის მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმი სამსულიან ოჯახში სულ მცირე 700-800 ლარი მაინც უნდა. ეს არის სულ მცირე, რომ არ ჩავთვალოთ იმას, რომ აი ცოტა გაერთო, ცოტა ეს აი ოჯახი რასაც ქვია გამოყენო. აი